პროკურატურამ ჩაიდინა გაუგონარი რამ. ბრალდების მხარემ გამოიყენა ეს ხრიკი პროკურატურამ და სასამართლომაც იჟონგლიორეს საქართველოს კანონით. დღეს ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მოწმეს ეხელმძღვანელა, ესარგებლა 14 წუთიანი რაღაც დაუდგენელი წარმომავლობის ვიდეო ჩანაწერით, რომელი ვიდეო ჩანაწერიც თითქოს იყო იდენტური იმ ვიდეო ჩანაწერისა, რომელიც ბრალდების მხარემ გადასცა სასამართლოს და დაცვის მხარეს. ეს ვიდეო არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვიდეო საფუძველზე, რომელიც არის რეალურად ლაივი, გავრცელებული ერთ-ერთ Facebook გვერდის მიერ, ბრალდების მხარის მტკიცებით ჩანს და ისმის ზვიად ცეცხლაძის მიერ დაორგანიზება დანაშაულისა. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ვიდეოს არ აქვს ხმა, ჩვენ ვიცნობ სასამართლოში არსებულ მასალებს, სასამართლოს ხმაზე მოხდა ამ ვიდეოების ჩართვა და მათ არ გააჩნიათ ხმა. ბუნებრივია მთელი ეს ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ გამომძიებელმა მოусმინეს ამ ვიდეოს, იყრებოდა წყალში. ამის გამო ბრალდების მხარემ მოინდომა და სამწუხაროდ გამოვიდა, რომ წარმოადგენინა საქმის ძირითად გამომძიებელს ვიდეო მასალა, გაურკვეველი წარმომავლობის ვიდეო მასალა და ამ ვიდეო მასალის საქმეზე დამაგრება მოინდომა. მოწმეს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აქვს უფლება ისარგებლოს გარკვეული ჩანაწერით. ეს ნორმა არის მიმართული იქითკენ, რომ მოწმეს თუ რაიმე დიდი ჩვენება აქვს, რაიმე სპეციფიკური ჩვენება აქვს, ციფრები უნდა დაიმახსოვროს, თარიღები უნდა დაიმახსოვროს, ექსპერტიზის დასკვნა და ტექნიკური მონაცემები უნდა დაიმახსოვროს. ამისთვის მას შეუძლია ჰქონდეს ჩანაწერი, რომელსაც დახედავს. იქნება ეს მობილური, იქნება ეს ჩანაწერი, მაკეტი, ნახაზი თუ ასე შემდეგ და შემდეგ ასეც კითხვაზე პასუხი. ნორმის მიზანი რომელიც მოწმეს ჩანაწერით სარგებლობის უფლებას აძლევს, არის ის, რომ მას მოწმეს დაეხმაროს ეს ჩანაწერი მოვლენების აღდგენაში, არა ის, რომ მოხდეს ამტკიცებულების წარდგენა სასამართლოში, ან მისი დემონსტრირება სასამართლო დარბაზში. საპროცესო კოდექსით 93 მუხლით ხდება მტკიცებულების დართვა წინა სასამართლოს დომაზე, ხოლო 239 მუხლის მიხედვით ხდება საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების დართვა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორივე ეტაპი ამოწურული და გავლილი იყო, ბრალდების მხარე ფიზიკურად მტკიცებულებას ვეღარ წარმოადგენდა ამ საფუძვლით, ბრალდების მხარემ გამოიყენა ეს ხრიკი და ეს ხრიკი იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, რადგან 115 მუხლი ითვალისწინებს მოწმის მიერ ჩვენების მიცემისას ნივთით ჩანაწერით სარგებლობის შესაძლებლობას, მაგრამ აქ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ეს შესაძლებლობა ემსახურება მოწმის მიერ ჩვენების მიცემის გაადვილებას, გაიოლებას და არა მისი მხრიდან გამოყენებული კონკრეტული ჩანაწერის ნივთმტკიცებას დართვას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ნივთმტკიცება ფიზიკურად არაინფორმაციულია უკვე და ფიზიკურად ვერ ხდება მისი საქმესთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ბატონი პროკურორი ადგება და იტყვის, რომ მე ვითხოვ მოწმის მიერ გამოყენებული ჩანაწერის ნახვას და საქმისთვის დართვას, რის საშუალებასაც საპროცესო კოდექსი იძლევა. ამ გზით მოხდება უკანონო მტკიცებულების, დაუშევლებელი მტკიცებულების ლეგალიზაცია და ამ ფორმით საქმეში ჩაკერება, საქმეზე მიმაგრება.